სოლიდარობა მზია ამაღლობელს. დღეს ეს არის ჩემი უპირველესი სათქმელი. სამთავრობო ტელევიზიად ქცეული აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი კრიტიკული ჟურნალისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ოპერაციას განაგრძობს. დღეს სამსახურიდან გადაცემის წამყვანი ირინა ყურუა გაათავისუფლეს, რომელიც საჯარო ეთერებში ხელისუფლების პოლიტიკის კრიტიკას არ ერიდებოდა. პოლიტიკურ პატიმრებს კი ღია სოლიდარობას უცხადებდა. პრესის თავისუფლების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ონლაინ გამოცემების, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი. წამყვანთან ერთად კიდევ 15-მდე თანამშრომელი გაუშვეს. ჟურნალისტებმა შეტყობინება ელექტრონულ პოსტაზე მიიღეს, რომ მათ ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდებოდათ. ოფიციალურ მიზეზად რეორგანიზაცია დასახელდა, დამატებითი ახსნა განმარტებების გარეშე. თუმცა გათავისუფლებულ ჟურნალისტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ქართული ოცნების გავლენის ქვეშ მყოფი ტელეკომპანიის მენეჯმენტი მაუწყებელზე თავისუფალი სიტყვის სრულად შეზღუდვას ცდილობს. ეს არის გაგრძელება იმ ტალღის, რაც მართლაც გადაიტანა აჭარის ტელევიზიამ, როდესაც კრიტიკულად მოაზროვნე, კრიტიკული კითხვების ავტორ ჟურნალისტებს ეტაპობრივად უზღუდავდნენ სამუშაო სივრცეებს და დასჯის მიზნით ჩამოაქვეითებდნენ ან საერთოდ უშვებდნენ. აჭარის ტელევიზია დამელოდეთ. პასუხი ხო უნდა როგორ გავხართ ერთმანეთს დამელოდეთ. დამელოდეთ როგორ გავხართ ერთმანეთს ეს. კი, მაგრამ კითხვას ხო უნდა უპასუხო. ეს იქაც თქვენი ხალხი არიან. რუსთავი ორერები არიან იქ ძირითადად. აბა ერთი ხალხი ხართ თქვენ. ეს კი ბიძინა ივანიშვილის 2019 წლის ინტერვიუდან ამონარიდია. ქართული ოცნების დამფუძნებელმა აჭარის ტელევიზია მიზანში ჯერ კიდევ წლების წინ ამოიღო, როცა მედიის თანდასწრებით არხს სარედაქციო პოლიტიკა დაუწუნა და მაშინ ჯერ კიდევ ხელისუფლების გავლენების მიღმა მყოფ რუსთავი ორს შეადარა. ფორმულა მთელი დღეა ცდილობს არხის დირექტორთან დაკავშირებას, თუმცა ირაკლი კიკვაძე ჩვენ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. სამსახურიდან მოულოდნელად გაშვებული ჟურნალისტები ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას პოლიტიკური მოტივებით ხსნიან. კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების დასჯა დაფასებს მენეჯმენტის რეპრესიებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. კვლევები აჩვენებს, რომ მას შემდეგ, რაც ნათია კაპანაძემ აჭარის მაუწყებელი იმპიჩმენტის შედეგად დატოვა, მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა რადიკალურად შეიცვალა და პარტიულ დღის წესრიგს დაემორჩილა. ტელევიზია სხვადასხვა ხელმძღვანელობის პირობებში ეტაპობრივად გათავისუფლდა კრიტიკულად მოაზროვნე ჟურნალისტებისგან. ახლა სავარაუდოდ ამ სისტემური პროცესის ბოლო ტალღის მოწმე ვხდებით. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ბოლო წლებში აჭარის ტელევიზიაში განვითარებულ მოვლენებს იხსენებს, თუ როგორ ნაბიჯ-ნაბიჯას უფთავებდა ხელისუფლება მაუწყებელზე საინფორმაციო ველს და როგორ ცლიდა არხს თავისუფალი ჟურნალისტებისგან, რაც დღევანდელი მაგალითით კიდევ უფრო ცხადი გახდა. ჩვენ თუ გავიხედავთ ცოტა წინა წლებსაც შევხედავთ და ვნახავთ რა პროცესები ვითარდებოდა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდგომ, ჩვენ ათლა დავინახავთ, რომ ეს ნაბიჯები იდგმებოდა იმისთვის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი აჭარის დაცლილიყო კრიტიკული აზრისგან, ტალღებად ხდებოდა განთავისუფლება. ჩვენ დასკვნითი ეტაპის მოწმეები ვართ ახლა, რომ საბოლოოდ მოხდეს საინფორმაციო ველის მოსუფთავება. მედია ჩეკერი ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე მიიჩნევს, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკას დღეს ქართული ოცნება განსაზღვრავს, რომლის ამოცანა აჭარის ტელევიზიის სრულად კონტროლი და არხიდან განსხვავებული აზრის სრულად განდევნაა. მე ვფიქრობ, რომ ეხლა არის სწორედ ის მომენტი, როდესაც უკვე ფიქრობენ, რომ ყველა ის წერტილი, სადაც შეიძლება და აქვთ საშუალება რომ აკონტროლონ, ბოლომდე გააკონტროლებენ და ჩაახშობენ თავისუფალ ხმას. მედიის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები მორიგ საკადრო წმენდას იმის დასტურად მიიჩნევენ, რომ ივანიშვილის პარტია კრიტიკულ ხმას დევნის ყველგან, სადაც კი ხელი მიუწვდება. რეორგანიზაცია ბოლო წლების პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეს ყოველთვის ეხება კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს. ეს რეორგანიზაცია ყოველთვის არის ერთგვარი დამსჯელი მექანიზმი, რეპრესიული მექანიზმი იმ ადამიანების საწინააღმდეგოდ, რომლებიც არ ეკუებიან რაღაც ავტორიტარულ ხაზს. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაშვებული ჟურნალისტები ჩუმატყოფნას არ აპირებენ და უკანონო გათავისუფლებაზე სავარაუდოდ სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებენ.